ესაუბრემ ეს ქალების რადიოს ეთერში. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ვისაც გიხარიათ გარეთ კარგი ამინდი და გრძნობთ უკვე თქვენს ხასიათში და გუნება განწყობაში გაზაფხულის სურნელს და ძალას. ჩვენი 4 შაბათები იმით არის გამორჩეული, რომ ქალების რადიო სტუდიაში ყოველთვის იგრძნობა ხოლმე ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ვიბრაციები და სიხშირეები, რაც ჩვენი სტუმრების დამსახურება არის და დღესაც ასე იქნება. სანამ თემას და სტუმარს წარვადგენდეთ, მინდა ჩვენს მსმენელს და აუდიტორიას, რომელიც ახლა ამ წუთებში Facebook-ის საშუალებით ქალების რადიოს გვერდზე გვადევნებს თვალს მივესალმო. მადლობა უთხრა მათ იმისთვის, რომ ჩვენი გამომწერები არიან და შეგახსენებთ, რომ FM-ზე გვისმენთ 93-სა და 1-ზე. FM-ში გახლავთ ასევე ის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ რომ ონლაინ გვისმინოთ, თუ კი ეს უფრო მოსახერხებელია თქვენთვის და Facebook-ი უკვე თავისთავად ძალაშია და საერთოდ გვემეგობროთ შეგიძლიათ სოციალებში. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ლოგიკურია ალბათ ის, რომ მარტის თვეს ძალიან ხშირად ქალების თვეს უწოდებთ ხოლმე და განსაკუთრებით ქალებს ალბათ გსიამოვნებს ეს ასე ვთქვათ წარდგენა ამ თვის და რაღაც განსაკუთრებით მიკუთვნება. დღესაც ის თემა, რაზეც ვისაუბრებთ, ალბათ ქალებისთვის განსაკუთრებით იქნება საინტერესო, მაგრამ არა მხოლოდ, იმიტომ რომ ყველას შეუძლია რაღაც თავისი წილი, ასე ვთქვათ, ცოდნა წაიღოს დღევანდელი დღიდანაც. თუმცა თემას ასე ქვია, ქალური ენერგია, ზოგადად ალბათ გავაანალიზებთ და დაუკვირდებით, ვთქვათ, რა პერიოდია ეს, რისთვის არის ხელსაყრელი პერიოდი, ვისთვის შეიძლება იყოს მაქსიმალურად ესეთი მომგებიანი თქვათ ცვლილებებისთვის, წარმატებისთვის, ურთიერთობებისთვის, ანუ რა აქტიუროთ უფრო და რა რესურსები, ასე ვთქვათ, უნდა მოვჭიმოთ ამ დროს, იმისთვის, რომ სასურველ შედეგებზე გავიდეთ და ასევე ვინც გვიყურებს Facebook-ზე, ალბათ დაინახავდა, რომ ჩვენი სტუდია დღეს განსაკუთრებულად გამოიყურება და ამ თითოეულ მათგანს ამ მინერალების და რაღაც განსაკუთრებული ძალის და მნიშვნელობის მატარებელი ფორმის, სტრუქტურის, შეფერილობის და ასე შემდეგ მინერალების შესახებ ჩვენი სტუმარი უფრო მეტს და ამომწურავად გვეტყვის და ქალების რადიოში კიდევ ერთი და მიხარია ძალიან ანი ანთაძე, რომელიც გახლავთ მანიფესტაციების ფასილიტატორი. მას აუდიტორია საკმაოდ ფართო იცნობს გვერდიდან My Luna Stories, სადაც ის ყოველთვის აზიარებს ხოლმე თავის გამოცდილებას და ცოდნას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება, მოკლედ აი ეს მიმართულება, რაც მე ხა ზემოთ ვახსენე, საჩვენოდ ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ყოველთვის უხარია ხოლმე ამ ყოველთვის გაზიარება, იმედია დღესაც ასე იქნება. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. განსაკუთრებული გარემოა, ძალიან პირველად რო შემოვდგი ფეხი, მაშინ მიგრძანი, რაღაცა კარგი აურა ტრიალებს. მიხარია, ძალიან მიხარია ეს წარმატებას, გაფართოებას, ბევრ აუდიტორიას და საინტერესო გადაცემებს და საინტერესო სტუმრებს. მადლობა. დიდი მადლობა. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ გამომდინარე თემიდან, რომელიც ხსნათ ესე სიმბოლურად გავერთიანეთ და დავარქვით, რომ აი ქალების თვე და ქალური ენერგიები და რასაკვირველია ეს გადაიკვეთება გამოცდილებით, რწმენით, შენი, ასე ვთქვათ, პრაქტიკებით უშუალოდ უკვე საკუთარ თავზე ალბათ ძალიან ბევრჯერ გაქვს დატესტილი თუ როგორ მუშაობს და საინტერესო იქნება მოკლედ შენგან ამ ყოფრის მოსმენა. რა აი როცა ვამბობთ რომ ქალების თვე თქვათ ხო არის ეს რეალურად მართლა ქალებისთვის ესეთი ხელსაყრელი დრო თქვათ ან ურთიერთობებისთვის ან კარიერული თვალსაზრისით ანუ აი როგორ შეიძლება რომ ამ გადმოსახედიდან ავხსნათ ეს ასე ვთქვათ პერიოდიც ხო, იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ აი ეს ქალური ენერგია რაღაცნაირად ეს მხოლოდ რაც
მარტო ქალებზე არ მოქმედებს რეალურად ეს ფემინური ენერგია, ეს ფემინური საწყისი რეალურად კაცშიც არის და მამაკაცშიც არის. თითოეული ჩვენგანი ვატარებთ ამ მასკულინურსაც და ფემინურსაც. ეს ციკლი რო ავიღოთ თვითონ გაზაფხულის ციკლი, აი ამ როგორც 4 სეზონს, 4 ენერგეტიკულ სეზონს თუ შევადარებთ, რეალურად ეს პერიოდი არის გამოღვიძების, მოფხიზლების ახლიდან დაწყების პერიოდი. თუმცა აი ეს სიახლეების ალბათ ხო? ზამთარს რაც ახლავს ხოლმე ძირითად მიძინებული ფაზა, აი ცოტა სიჩუმის ფაზა, რაღაცის დასრულების ფაზა. აი ამ ფაზიდან გამოვდივართ და ზოგადად ამ ფაზიდან გამოსვლა ამ ხშირად კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან არის დაკავშირებული, რაც ხშირ შემთხვევაში ესე მარტივი არ არის და ცოტა მტკივნეულიც შეიძლება რომ იყოს. გაზაფხულის ფაზა ყოველთვის ისეთი არის ხოლმე არაერთგვაროვანი მარტის თქვენ განსაკუთრებით ამინზეც ეთყობა ხოლმე რომ ერთ დღეს შეიძლება რომ ზიანი იყოს და საოცარი ამინზი და მეორე დღეს შეიძლება მინუსი იყოს და უცბად რაღაც დიდი გუნდები წამოვიდეს ციდან. შესაბამისად თან ახლა ისე დაემთხვა ყოველთვის ესე არ ემთხვევა ხოლმე, მაგრამ მარტის თვე არის პრემოსამზადებელი პერიოდი, აი ასტროლოგიურ ციკლსაც თუ შევეხებით, რეალურად პერიოდში სადღაც 19-20-ში სრულდება ხოლმე ასტროლოგიური 12-თვიანი ციკლი, ანუ თევზები ასრულებს ამ ყველაფერს და ერთგვარ 19 მარტს დაახლოებით ესე უწევს ხოლმე და ამ პერიოდში ემთხვევა ხოლმე ის რომ აი რაღაცა უნდა დასრულდეს და იქამდე ახალი ვერ დაიწყება და გაუჭირდება დაწყება თუ ძველი არ დაამთავრა, იმიტომ რომ ვერძი როგორც წესი თავისი ენერგიით, თავისი შემართებით, თავისი მოქმედებით იწყებს ხოლმე აი ამ სვლას და ამ შემართებას და მანამდე ეს თევზების ფაზა არის თვით ჩაღრმავების, თვით რეფლექსიის ფაზა, რომელიც ბევრ რაღაცას მოიაზრებს, თავის საკუთარ თავში რაღაცების გამორკვევას, გაანალიზებას. ზოგადად თევზებისთვის დამახასიათებელი თვისებებია თევზების დამახასიათებელი. იცი როგორ არის თევზებზე ეს რაღაცას ამბობენ, რომ ყველა ნიშანს, რაც კი რამ ახასიათებს, დადებითი იქნება თუ რაღაცა ნეგატიურ ჭრილში, აი რაღაც მავნე თვისებებს რო ვეძახით ხოლმე, თითქოს ეს ყველაფერი თევზებში, ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული და თევზები დებული ამ ყველაფერს ზედაპირზე კარგს ამოიტანს თუ ჭუჭხს ამოიტანს რეალურად და ეს პერიოდი თან იმით ემთხვევა ამ წელს გულისხმობ და ამ თვეს გულისხმობ. ეხლა ჩვენ შევდივართ დაბნელების სეზონში შევდივართ 14 ანუ დაუბრუნდები 14 მარტს იწყება დაბნელების ორკვირიანი ფაზა, მთვარის დაბნელების. ეხლა გეტყვით რას ნიშნავს. ასტროლოგიურად მთვარე არის ჩვენი ემოციები, ჩვენი ქვეცნობიერი სურვილები და ცნობები. მთვარი ასევე დაკავშირებული არის ქალურ ენერგიასთან, ქალურ საწყისთან, ემოციებთან და განსაკუთრებით წყალზე მოქმედებს ხოლმე მთვარე და მთვარის ფაზების მიმოცვლა და მიმოქცევა და ჩვენ ადამიანები დაახლოებით 75-80% წყლისგან შევდგებით შესაბამისად, როდესაც ეს ციკლი მოქმედება ძლიერია, ხო? კი, როდესაც სავსე მთვარე ხდება, ეს თავის თვისებებს კულმინაციის სახით ავლენს ხოლმე და დაბნელების ფაზა, როდესაც მთვარი ექცევა თავიდან ბოლომდე სრული დაბნელება იქნება, თან ქალწული თევზების ღერძზე ხდება, იმიტომ რომ თევზის ოპოზიციური ნიშანი არის ქალწული, ახლა მზე არის თევზების ნიშანში, ხოლო მთვარი იმ პერიოდში 14-ში დაემთხვევა, რომ ერთმანეთის საპირისპირო ღერძზე მოექცევიან, ორი პოლარობა იქნება. რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ქალწული ზოგადად ესე რომ ავხსნათ და რა თვისებები და რა გავლენით შეიძლება შემოვიდეს ჩვენ ენერგიებში, არის ის რომ დავფიქრდეთ
პირველ რიგში თუ რისგან შეიძლება გვინდოდეს რომ გავთავისუფლდეთ განსაკუთრებით ეს რაც ეხება ჩვენს ჩვევებს ჩვენს განმეორებით ქცევებს რაც ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება ჩვენს ფიზიკურ გაჯანსაღებაზე ჩვენს თვისებებში კი აი ქალწულს აქვს წმენდის ენერგია ქალწული არის ფიზიკური წმენდა თევზები არის სულიერი წმენდა და როდესაც ორივე ენერგია შემოდის ამ პერიოდში და თან კარმული კვანძები კიდე ცოტა სიღრმეში უნდა ჩავიდეთ და ესე ცოტა ზოგადად ვიტყვი რომ არის კვანძების რა ღერძზეც ვიმყოფებით ეს არის თევზები ქალწულის ღერძი რაც გულისხმობს იმას რომ ადამიანებმა უკეთ უნდა შეიცნონ საკუთარი თავის საკუთარი შინაგანი სამყარო უფრო მეტად უნდა გაიგონ უფრო მეტად უნდა გახსნენ თანაგრძნობით სავსე საკუთარი თავის მიმართ სხვების მიმართ ეს ემპათიურობის განცდა მადლიერების განცდა რა არის რეალურად ხო აი ამასთან ხელის მოსაკიდებლად და ამასთან გასაცნობიერებლად და გამოსაცდელად არის ძალიან კარგი პერიოდი და თუნდაც რაღაცა ახალი ციკლის დაწყებასთან აი თუ ვერძი იწყებს ახალ ციკლს თავისი შემართებით და მოქმედებით უბრალოდ მანამდე ახალს ვერაფერს ვერ დაიწყებ თუ რაღაცა ძველს არ ჩახურავ და ეს ითვლება ეს ორკვირიანი ფაზა ახლა გახსნის სავსე მთვარეს დაბნელება 14 მარტს დილას არის პიკი კულმინაციური მომენტი და ეს კი პარასკევი არის სადღაც დილის 11 საათზეა მე მგონი 10:54-ზე და ეს ორკვირიანი ფაზა გაგრძელდება და ჩახურავს მზის დაბნელება ვერძის ნიშნით არის რეალურად რომ ჯერ რაღაცას იწყებ წმენდით, გაშვებით, გასუფთავებით, თან ქალწული ეს როგორი კოლექტიური და კოლეგიალური თემა არის, იცი რომ ქალწულს ზოგადად მარტო საკუთარი თავის გაწმენდა კი არ უყვარს, გარშემომყოფების ზრუნვაც და გარშემომყოფების აქვს აღებული საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე და ეს მოხალისეობრივი ჩართულობა მისი ძალიან ისეთი ამბავი არის. ამიტომ შეგიძლიათ ესეთი რაღაცა დაგეგმოთ ამ პერიოდში, რომ როგორ შეიძლება სხვისთვის იყოთ ეკოლოგიური და სხვისთვის იყოთ სასარგებლო ამ პერიოდში, ვის რაში შეგიძლიათ დაეხმაროთ, ვის რა შეგიძლიათ გაუზიაროთ, გასცეთ, შეიძლება ის იყოს მატერიალური დახმარება, შეიძლება ის იყოს ბუნებაზე ზრუნვა, ხის დარგვა, მით უმეტეს გაზაფხული მოდის, როგორ შეიძლება სასიკეთო იყოს გარშემომყოფებისთვის. ოღონდ აქ გაითვალისწინეთ, რომ როგორც წესი ხოლმე ეს თევზებს ახასიათებს და თევზების ენერგიიდან შემოდის, რომ ძირითადად თევზები იმდენად შედის სხვა ადამიანების ტოქსიკურ მდგომარეობაში, ენერგიის მე თვითონ იწევებს ხოლმე და ამიტომ თუ შინაგანი რესურსი არ გაქვს, რომ შენ სხვებს დაეხმარო და აქეთ გჭირდება დახმარება, ჯერ საკუთარ თავზე იმუშავე და მერე გადადგი ნაბიჯი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა მინდა კითხვანი, აი ხა როცა ვსაუბრობთ და ანუ იმდენი ინფორმაციას გასცემ, ხა მინდა რომ ეხა ღრუბელივით შევისრუტო და არ ვიცი რა რამდენად გამომივა ეს, მაგრამ აი ყოფით დონეზე და შეგრძნებების დონეზე რა ადამიანები ჩვენ ეხა აი რაში შეიძლება გრძნობდეთ აი იმ პროცესში ეხა რაზეც ჩვენ საუბრობ აი თუნდაც ამ მოსალოდნელ მთვარის დაბნელებას ეხა მე მესმის რომ ყველასთან შეიძლება ერთნაირი დიაპაზონით ესე არ გამოვლინდეს და ერთნაირი სიმძაფრით მაგრამ აი რა შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყო ამ დროს უფრო ემოციური შეიძლება გახდეს ადამიანი თუ რაში გამოიხატება შეგრძნების დონეზე ზოგადად ქალწულსაც და თევზებსაც ეს რაღაცა დეპრესიული სევდანარევი ფონი ახასიათებთ. განსაკუთრებით ქალწულს ახასიათებთ ხოლმე, იმიტომ რომ მათი გონება რაციონალურად მოქმედებს, აი ეს რაღაცა უმიზნობის, უმოქმედობის საერთოდ რამეს და ის რაღაცა შემოწოლილი ემოციები შემოდის ხოლმე, ხოლო თევზების შემთხვევაში იმდენად მოწყვეტა სურთ და იზოლაციის მომენტი უნდათ, რომ ხშირად სრულ აპათიაში გადადიან და სრულ მელანქოლიაში, იზოლაციაში. ქალწულებო, თევზებო, სათხართ გვიყურებთ ნეტა, მოგწერეთ, აბა რამდენად ემთხვევა თქვა ეს რაღაც მდგომარეობა და განცდები თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე. ერთი ქალწული
მორწული სტუდიაში თავს გვიქნევს, რომ ჭეშმარიტად ასეაო. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეგვიძლია დავუჩერდეთ და არ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე რაღაცაები, თუნდაც არ მოვკიდოთ ხელი, იმიტომ რომ გასამართლებელი იყოს, რომ ეხა დაბნელებაა და ამიტომ მოდი უმოქმედოთ. თუმცა რაღაცა მომენტში შეიძლება რომ თავისუფლება მისცე და რაღაცა მომენტში ხო, მართლა იზოლაციაში მოიქცე. ოღონდ ეს გამოიყენო იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩახვიდე და საკუთარ თავს ჩაუღრმავდე. თუმცა მე ვიტყოდი, რომ თევზების სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი არის ხოლმე შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იმიტომ რომ როდესაც შემოქმედებით საქმიანობაში ეშვები შენი რაც მაქსიმალურად მიძინებულ ფაზაში არის, ამ დროს შენი ეს დაფარული რესურსები, რომელსაც ზედაპირზე ვერ ხედავ და გონია რომ საერთოდ არ გაქვს, ეს რაღაცა უნარები, რაც რეალურად გჭირდება შემდგომი განვითარებისთვის, ახალი ნაბიჯის გადასადგმელად, ზუსტად შემოქმედებითობაში ყოფნაში რო ხარ, მაშინ ამოდის ზედაპირზე ძალიან, ესე რომ ვთქვათ, ძალდაუტანებლად, ძალიან მარტივად და ამ დროს იმდენად თერაპიული იყოს ეს შენში ისე ეს უნარები, რომ არც კი გაგახსენდეს, რომ შენ შეგიძლია რეალურად აი რაღაცა ვთქვათ ახალი შექმნა რა, ხო? აი შეიძლება ისეთ მიძინების ფაზაში იყოს, რომ გჭირდებოდეს ამის აი მართლა ისე ინტენსიურად რაღაცა შეხსენება, ან რაღაცა მართლა ქმედებაში მოყვანა, რომ აი ხელშესახებად დაინახო, რომ და გაიხსენო, ხო? თან რა არის, ცი აი თან თევზები, რაც კი რაღაცა პოეზია, მწერლობა, ხელოვნებას, რაც ეხება სიყვარულის გამოვლინებას, გამოხატულებას, რასაც აი მე ხელშესახები არის ხოლმე, რომ აი რაღაც ხელით არის შექმნილი, დახატული სიმღერა იქნება ეს თუ ნებისმიერ რამ, ჩემი განცდით ყველაფერს თევზების ენერგია აქვს თავისი დამახასიათებელი რა. დღეს გადაცემა გვაქვს ხალწულებზე და თევზებზე, ხო და არა, გავშლი ამ ენერგიას, იმიტომ რომ რეალურად ყველა შეუძლია ეს შემოქმედებითი ენერგია გამოიყენოს. აი მაგალითად დღეს მე ვარ რაღაცა ემოციაში, რაღაცა მდგომარეობაში, რომელიც საერთოდ არ ვიცი რა არის და რაღაცა კუთხით ხელს მიშლის, მოშაი აქ მაგალითად ყელში მაგ მოწოლილი, ან ფეხები მაგ დამძიმებული, ან რაღაცა იმას ვატარებ რა არ ვიცი, რაღაცას ვატარებ. საკუთარ თავს, ეს რაც თან კარმული პერიოდია რა, ისე რომ აი ძალიან დიდი მას არდებ ძალისხმევას, ისე ემუშავები საკუთარ თავს, უბრალოდ ვკითხო, რომ აი მე რა მანიჭებს და რა მხდის შემოქმედებით. ვიღაცისთვის ეს არის ცეკვა მაგალითად. ხო, და როგორც ამბობენ, ყველაშია ეს მარცვალი შემოქმედებითი, არ არსებობს. ყველაში არის, ყველას აქვს რაღაცის ნიჭი აბსოლუტურად, ყველას აქვს. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა ხატვა იყოს, ვიღაცისთვის კერვა იყოს, ვიღაცისთვის არ ვიცი, რაღაცის გაკეთება შეიძლება ვიღაცა იმდენად შემოქმედებითი ხდება, რომ რაღაცა შედევრებს და საოცარ რაღაცებს ქმნის, ხო? უბრალოდ რჩევა იქნება, რომ შედი რაღაცა განზრახვით, რომ ეხლა მე მაგალითად ყელში მაქვს ეს ბურთი გაჩხერილი და მე მინდა რომ აი ამ ბურთისგან გავთავისუფლდე და რაღაცა გაუშვა. აი ამ განზრახვით შევდივარ იმ შემოქმედებით პროცესში და როდესაც მაშინ ექნება რაღაც თერაპიული მისაკია. როდესაც ადამიანი შემოქმედებით პროცესშია, მასში ეს ქალური ენერგიები ბუნებრივად იღვიძებს, ბუნებრივად ამოდის და ხვდება იმ თავის კანში, თავის შინაგან მდგომარეობაში რეალურად როგორია ქალია, ეს ქალი როგორია. ამიტომ ძალიან ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ქალური ენერგია. მე მაქვს უნიკალური უნარი საუბრის შეწყვეტინების, ისე რბილად. იმიტომ რომ რეკლამა წამოგვეწია და მინდა რომ უცებ გავიქცეთ რეკლამაზე და მე რეკლამიდან კიდე უცებ შემოვარდეთ ისევ ეთერში, იმიტომ რომ იმდენი შეკითხვა მაქვს და იმდენი საინტერესო ის ინფორმაცია გადმოაფრქვია ჩემმა სტუმარმა, რომ ეხლა ცოტა ის რა ქვია, გადავამუშაოთ ეს მიღებული ინფორმაცია. ქალების რადიოს უსმენთ, რამდენიმე წამში ხვდებით ისევ ერთმანეთს დროებით. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. თუ გსურს თავი უკეთ იგრძნო, იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე. გვისმინე ყოველ სამშაბათს საღამოს 6 საათზე ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში და გაიგე მეტი შენი ორგანიზმის შესახებ. მიიღე ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური რჩევები საუკეთესო პროფესიონალებისგან. ჯანმრთელობის საათი გვანცად არასელიასთან ერთად. იყავი ინფორმირებული, რადგან შენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რეკლამა ქალების რადიოზე.
პრემიუმ ხარისხის სახისმოვლის ბრენდი დეკლარი. შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. დამზადებულია შვეიცარიაში. დეკლარი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ქალების რადიოს უსმენთ. მე გახლავართ ეკატერინე ამირეჯიბი. 4 შაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარებული ვარ თქვენთან შეხვედრით, ჩემს სტუმართან შეხვედრით. საერთოდ მომიჩქარი დია ხოლმე ეს რაღაცა გულით მოვდივარ ხოლმე აქ, იმიტომ რომ სულ საინტერესო ადამიანებს ხვდები და გიზიარებთ საინტერესო ცოდნას, ხედვებს, პერსპექტივას, რაღაც ახალს, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი პერსპექტივა და თქვენი აი ჭრილი რა ჭრილიდანაც თქვათ ეხლა თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს აფასებთ და ხანდახან გვეჩვენება რომ აღარაფერი აღარ გამოვა და აი მორჩა და გამოსავალი არ არის და აი ამ დროს შეიძლება ვიღაცის ერთი სიტყვა იმდანაც საკმარისი აღმოჩნდეს რომ რაღაცა იმედის სხივი შემოვიდეს ჩვენში და იმედი მაქვს რომ ეს ხანდახან მაინც გამოგდის ხოლმე. დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ქალების რადიოში სტუმარი გახლავთ ანიანთაძე, რომელიც გახლავთ მანიფესტაციების ფასილიტატორის, ხშირად გვესაუბრება ხოლმე ასევე მნიშვნელობაზე, დატვირთვაზე, აი რა ძალა აქვს, ასევე აფირმაციებს, როგორ შეიძლება ეს ცოდნა მივმართოთ იქითკენ, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ, ეს იქნება პირად ურთიერთობებში, ვთქვათ, კარიერაში, მეგობრებთან თუ ასე შემდეგ. წინა ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ უახლოეს, ასე ვთქვათ, პერიოდზე, რომელიც როგორც თქვით, რომელსაც უფრო მართავს და ასე ვთქვათ, წამყვანი ამ შემთხვევაში არის ქალწული და თევზები, თევზების თვეა. აი კი ბატონო, თან ახლოებული არის თვარის დაბნელება და რა შეიძლება რომ ამ დროს თქვათ მოხდეს. მოდი იმით დავიწყოთ, რისთვის არ არის სასურველი, ანუ რა არის ნაკლებად სასურველი, რომ აი ამ დროს გავაკეთოთ. შენ თქვი, რომ ცვლილებებისთვის და სიახლეებისთვის იდეაში კარგი დროა ეს, ხო? რაღაცა ზამთრის მერე გამოღვიძების, მაგრამ რისთვის არ არის? რადიკალური ცვლილებებისთვის არის, არ არის? ეს ორკვირიანი ფაზა, მოდი ჩავთვალოთ, რა არის ცოტა კარმული ფაზა. ეს კარმული არ ნიშნავს, რომ რაღაცა სუდი ხდება. ანუ კარმული ხდება, რომ ის რაღაცა გამოცდა, რაღაცა მისია, რაც გევალება შენ საკუთარი განვითარების და სამცხოვრების გზაზე, რაღაცა ერთი ფანჯარა ჩაიხუროს, რომ იმისათვის, რომ ახალი გაიხსნას. დააკვირდით და შეიძლება იგივე თემები ამოტივდეთ, რომ მაშინ რეტროგრადული მერკურიც იყო დაწყებული და ახლა თუ სწორად მახსოვს და 15 მარტს 14-ში ხო არის დაბნელება და 15 მარტს იწყება მერკური რეტროგრადული ჯერ ვერტში, მერე ისევ თევზებში გადმოდის, ესეც სამკვირიანი ფაზა, ანუ ჯამში 2 სამკვირიანი ესეთი ფაზა გვაქვს. გარდამავალი, რომელიც აი რაღაცა ცოტა იცი როგორ არის, მოკლედ სამყარო ყოველთვის გიგზავნის გაძლევს რაღაცა ნიშნებს, რომელსაც ან უსმენ, ან არ უსმენ. ყველაზე კარგად აი ამის გაშიფრვაში და ამის წაკითხვაში გეხმარება შენი სხეული. რაც ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალების და ქალურ ნაწილთან ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ქალური ენერგიის ნაკლებობას ვგრძნობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ კავშირში არ ვართ ჩვენ სხეულთან და არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს ემოციებთან და ჩვენს სხეულთან. პირველი ნიშანი არის მაგის ის, რომ ვერაფერს ვერ ვგრძნობთ. და რომ დაუბრუნდეთ მაგ ნაწილს,
თუ სამყაროს აი ამ გამოგზავნილ მესიჯებს შენი სხეულით არც ყურს უგდებ ასე ანუ არ აქცევ ყურადღებას და ასე შემდეგ მე ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე ისიც ჩვენთვის სასიკეთოდ უბრალოდ რადგანაც უარყოფ მე ცოტა ჯანჯღარი მოდის ხოლმე რა ანუ აი გაჯანჯღარებს ცოტა ესე რა ვთქვათ გაიხსენეთ სექტემბრის მეორე ნახევარში, ოქტომბრის დაახლოებით 15 რიცხვამდე თქვენ ცხოვრებაში რა თემები იყო ბოლომდე, რა იყო დაწყებული, რა ურთიერთობები იყო აქტუალური და დაგიზარად, ანუ ვერ გააკეთეთ, ან რაღაცა საქმე დაიწყეთ, არ გამოგივიდა ჩუაგზაზე მიატოვეთ, ან რაღაცა მავნეჩვევისგან გათავისუფლება გინდოდათ და რაღაცა ახალი ცხოვრების დაწყება გინდოდათ და ეგეც სადღაც მიატოვეთ. ეხა არის ამ თემების შესაძლოა გამეორება, აი ცოტა დეჟავუს რო ვეძახეთ და ცოტა განმეორებად მოვლენებს რო ვეძახეთ და ახლა არის ის პერიოდი, რომ თუ რამე მაშინ იმისი შინაგანი გამბედაობა ძალა, ახლა არის პერიოდი, რომ რაღაცეები ბოლომდე დავასრულოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ეს რას ნიშნავს? მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთულია და ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თემებს მივუბრუნდეთ და მივცეთ ერთი შანსი და გავიგოთ, გამოდის თუ არა, თუ დასრულებაში გულისხმობთ იმას, რომ აი გავწყვიტოთ და ჩავკეცოთ. ხო და ეგ ამბავი ძალიან ინდივიდუალია. მე რო გითხრათ, რომ უეჭველი დაასრულეთ, ხო, ძალიან არასწორი ვიქნები, იმიტომ რომ არ მაქვს მაგის ხო, რასაკვირველია, უბრალოდ შეიძლება თვითონ შემოაგდოს ესე რომ ვთქვათ სამყარომ და თვითონ გაგიხსნათ, თვითონ მოვიდეს ის ადამიანი, თვითონ ამოტივტივდეს ის მოვლენა, თვითონ გეფიქრებოდეთ და რაღაცა სურვილი გიჩნდებოდეთ. მოკლედ კუც მოიქნევს. რა დიდად რეკომენდებული არ არის აი ამ რაღაცა დაახლოებით 15 აპრილის ქალების თემას რო ვეხებით, იმიტომ რომ ვენერა სიყვარულის ურთიერთობების სილამაზის ესთეტიკის პლანეტაც რეტროგრადული არის ამ ფაზაში მერკურთან ერთად და რაც ეხება ინექციებს სილამაზეს, პლასტიკას, ძალიან დიდი ბოდიში კომერციულ პერიოდში რაღაცა ახალი განსაკუთრებული არ ვიცი რადიკალური ჩარევები და ცვლილებები ინექციების, ცვლილებების, რაც სილამაზეს ეხება, თავის მოვლას ეხება, ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება უბრალოდ არ არის რეკომენდებული, რავი, კბილების წმინდა იქნება ეს თუ რაღაცა ფორმი. აი რა. იცი რატო? იმიტომ რომ როდესაც რეტროგრადულ ფაზაში არის, შეიძლება პროცესი გაიწელოს, რაღაცა თემა გადავადდეს, ის არ მოგვეწონოს. მე მივხვდეთ რომ მინდოდა გართულდეს და ასე შემდეგ. ასევე რაც კი უძრავ ქონებას და მსხვილ ნივთებს ეხება, სახლი იქნება, მანქანა, რაღაცა გაყიდვისგან თავი შევიკავოთ. ამ პერიოდში თავი შეიკავეთ. სამაგიეროდ, რაც კი წმენდა გასუფთავებასთან, აი სამსახურში რომ მოხვალ, სახლში რომ შეხვალ, რაც კი ზედმეტი ნივთია, რაც კი რაღაცა დიდი ხანია ერთ ადგილზე გაქვს შემოდებული თაროზე რაღაცა თემა, ფიზიკურ ჯანმრთელობას რაც ეხება თუ მთელი ზამთარი არ გივარჯიშია და ახლა კარგი პერიოდი ფიზიკურ თავზე საკუთარ სხეულზე რო იზრუნო ნებისმიერი რამ ახლა შეგიძლია დაიწყო ისეთი რაც გაგაჯანსაღებს და უფრო გამოგაცოცხლებს. დანარჩენი აი რაღაცა ახალი ბუნებასთან ჰარმონიაში ბუნებასთან დასინქრონება ყოველთვის ალბათ ის არის რა ქვია ისეთი უტყუარი და ნაცადი გზა რა ანუ ამ დროს ბუნება იღვიძებს და შენც უნდა რაღაცა და ეს ემოციური მდგომარეობა ძალიან ცოტა არასტაბილური შეიძლება იყოს რა იმიტომ რომ აი გამოღვიძების ფაზაში ხო შეიძლება რაღაცა ერთ მომენტში რომ რესურსული ხარ, სავსე ხარ, თვითკმარი ხარ, ბედნიერი ხარ, მეორე წუთა შეიძლება იმდენად თავი დაცლილად, უენერგიოთ, უხალისოდ იგრძნო, რომ ცოტა ვერ მივხვდე რა ხდება. ანუ მარტივით არასტაბილური თუ არის განწყობა, ოკეი არის ეგ მდგომარეობას ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პროცესია, ციკლის ნაწილია და რაღაცა ახალი ისე ახალს უჭერს ისე მოსვლა, რაღაცა ახალ ინფორმაციას, ახალ ენერგიას, სანამ თავისუფლდები. და ქალურ ნაწილს რა შევეხოთ ჩვენ ქალები და ქალური ენერგიის ამბავში.
რას გულისხმობთ, როცა აი ამ ქალურ ენერგიებს მოვუხმობთ და ვამბობთ აი ამას? ხო, იცი როგორ არის, ძირითადად ჩვენ პირველ რიგში ცოტა გადანაწილებული გვაქვს, არასწორად გვაქვს გადანაწილებული ფემინური და მასკულინური ენერგიები ქალებს, კაცებს არ ვეხები ამ მომენტში. იმიტომ რომ ისეთ ეპოქაში შევედით და ისეთ თავისუფლების სივრცეში შევედით, სადაც ჩვენი უფლებები დაცვას ვითხოვთ, უფრო საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობის წინ წამოწევას ვითხოვთ, მივხვდით, რომ ჩვენს შეგვიძლია განვითარდეთ. და ეს ხანდახან საპირისპიროდ მუშაობს ქალური ენერგიის. ხო და იმისათვის, რომ ნახეთ, ხო, იმისათვის, რომ თავი დავიმკვიდროთ, იმისათვის, რომ განსაკუთრებით მატერიალურად დამოუკიდებელი და შემდგარი ვიყოთ, გვიწევს ჩვენი ქალური ნაწილის ცოტა უკან დათრგუნვა და რაღაცა კუთხეში, ესე რა ვთქვათ, მიყუდება. რაც ვფიქრობ, რომ ხშირად შესახსენებელი არის საკუთარი თავისთვის, რომ იმდენად თითქოს გავძლიერდით ქალები, რომ რაც აი მამაკაცებთან მიმართებაში გქონდა, რომ კაცმა არ უნდა იტიროს, კაცი ძლიერი უნდა იყოს, კაცმა არ უნდა იწუწუნოს და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე ფაზაში გადავედით ჩვენს ქალები და არ ვაძლევთ საკუთარ თავს ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას, არ ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ ვიგრძნოთ რეალურად იმას, რასაც ვგრძნობთ, იმიტომ რომ არ არის ამისი დრო, იმიტომ რომ გასაკეთებელი და ახლა ჩაწითლებული თვალები და ვერ წავალთ. და იმისათვის, რომ ქალური ენერგიები კვლავ გავააქტიუროთ, იმისათვის, რომ კვლავ იგრძნოთ თავი ფემინურობაში, რაც საოცრად შემოქმედებით ხდის ადამიანს და ის სიყვარულის ენერგია, რაც გარშემო ტრიალებს, ის მადლიერების ენერგია, რაც გარშემო ტრიალებს, რომ მარტო გამცემი კი არ ვიღოთ, ეს ყველაფერი მივიღოთ და შევიგრძნოთ. და ამის უფლება დაუტოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უთხრათ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ჩვენ გვეკუთვნის. ზოგჯერ ასრევლებული თვალებით იმ ემოციის გამოხატვის ფონზე შეგვიძლია ეს ყველაფერი ვიგრძნოთ და ამაში გვეხმარება სხეულთან დაკავშირება, სხეულთან დაბრუნება. ხო, ამიტომ აი ეს ემოციების გამოხატვა იქნება ვარჯიში, იქნება მედიტაცია, იქნება თუ აი მოკლედ ალბათ თავად არ ვიცი რამდენად მეთანხმები და ისევ რეკლამაზე უნდა გავიქცეთ უცებ აი იმის მიხვედრა რომ რა განიჭებს შენ სიამოვნებას, აი ხა ერთი ფრაზა მახსენდება რა რომ მოკლედ დრო დაკარგული ვერ იქნება იმაში, რაც შენ რეალურად სიამოვნებას განიჭებს რა და ეს სრულიად რაღაცა ისეთი, რა ვიცი, აი არ ვიცი, მუსიკის ჩართვა და ოთახში ცეკვა, ან არ ვიცი, რა დიდი შემოქმედებითი ენერგია. ყველაფერში შეიძლება ანუ რასაც მართლა მოაქვს სიამოვნების და ბედნიერების განცდა, იმაში დახარჯული დრო ვერ იქნება უბრალოდ დაკარგული დრო რა და მაგხსენებთ გაგიზიარებთ ხო რა შეიძლება ყოველდღიურობაში როგორ შეიძლება ეს ქალური ენერგიებთან ზდომა მიიღო. რამდენიმე წამში დაუბრუნდებით და აუცილებლად დაგველოდეთ, იმიტომ რომ ამაზეც ხო ვისაუბრებთ და თან უკვე დაუბრუნდებით და გადავალთ აი ზისანახავია და გინდა რომ ყველას შეეხო და შეიმეცნო და შეიგრძნო და ასე შემდეგ. მოკლედ, რამდენიმე წამში დაუბრუნდებით დროებით. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი 2-31-88. კვების რჩეული ობიექტები, სამუშაო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის. იდეალური ადგილი სამეგობრო და საოჯახო შეხვედრებისთვის. ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე შენი სრულყოფილი დასვენებისთვის. მისამართი: ვეგუას 3A. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე, გთავაზობთ მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 2-31-88. რეკლამა ქალების რადიოზე 2-31-88.
მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. ყველას მოგესალმებით ქალების რადიოს სტუდიიდან. ვინც გზაში ხართ მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვისმინოთ 93-სა და 1-ზე, ეს FM-ს რაც შეეხება, ასევე online FMG-ზე. აგრეთვე შეგიძლიათ, რომ ქალების რადიოს Facebook გვერდზე შემოიხედოთ, მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა შეგიძლიათ, მით უმეტეს დღეს ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, სადაც ალბათ ყველას უჩნდება შეკითხვა და ყველას აქვს რაღაც კითხვა, რაზეც უნდა პასუხის მიღება. არ არსებობს ესეთი ადამიანი. საინტერესო კარტს ბარათებს უფრო რაღაცა აი ამ მომენტის განწყობის ბარათი ამერჩია აი რა გჭირდება ახლა ყველაზე ვინც ახლა Facebook-ით გვადევნებს თვალს ალბათ ხედავს კიდეც რაღაც ისეთი ძალიან სასიამოვნო შეფერილო მოიცემეცა კარგად დავფიქრდა რა მინდა და ისე ავირჩიო ხო ეს არის აფირმაციების ბარათი რომელიც სხვადასხვა შინაარსის მატარებელ ტექსტებს მოიცავს, სხვადასხვა 60 სხვადასხვა ბარათია უბრალოდ. მეტად ძირითადად ის ამოდის ხოლმე კი. ვახ. აუ, რა სასიამოვნოთ იკითხება მეგობრებო. ესე იგი ლუნას აფირმაციები. მაგალითად მე შემხვდა ესეთი ბარათი, რომელზეც აწერია ესეთი ტექსტი: მე უნიკალური და განსაკუთრებული ვარ. დადასტურებულად ვიმსახურებ სიყვარულსა და ჰარმონიაში ცხოვრებას. ამას ალბათ ყველა იმსახურებს, მაგრამ მე რაღაცა ესეთი განაცხადი ამომივიდა, რა ვიცი, რა აი ხა რო წაიკითხე რა ენერგია მოვიდა. ანუ შეგხმები. ჰარმონიაში ვარ ამ განაცხადთან მინდა გითხრა და უბრალოდ მინდა რაღაცა ყველას გაუნაწილო ეგ და ყველას გავახსენო რომ სიყვარულს და ჰარმონიაში ცხოვრებას ყველა თითოეული ადამიანი უნიკალური ვართ განსაკუთრებით ქალი ჩემი აზრით იმიტომ რომ ქალს აქვს იმისი შესაძლებლობა რომ გაამრავლოს თავისი შთამომავალი და აი ამ პროცესს რასაც გადის თითოეული არ ვიცი ნებისმიერი რამ მრავლდება ჩემი აზრით ძალიან ესეთი არის სათუთი და ძალიან ძალიან ძლიერი და გონია რომ ქალში არის ის ფემინური და მასკულინური ენერგიების უდიდესი ნაზავი რომელიც არ ვიცი ხელშეუხებელი და ძალიან ძვირფასია და ხშირად აი ამისი შეხსენება საკუთარი თავისთვის რომ მართლა უნიკალურები ვართ, მართლა განსაკუთრებულები ვართ, მართლა ვიმსახურებთ სიყვარულსა და ჰარმონიაში ცხოვრებას გვავიწყდება ხოლმე იმდენად დაკავებული და იმდენად საჭიროებებზე ვართ ორიენტირებული და აი თვითონ რეკლამის დროს კარგ თემას შეეხე მანამდეც აი ამ სიამოვნების თემას რა იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ ჩვენ ქალების სულ აი ამ როლებს გაცვლი ხო რაღაცა თითქოს როლებიც არ გავცვალეთ კაცებიც მუშაობენ კაცებიც ვითარდებიან და ცდილობენ და მოქმედებენ და ამბებში არიან თუმცა ქალებს თითქოს უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებულები, დამოუკიდებლები, კარგი მშობლები, კარგი დედები, მზრუნველები და იდეაში ბევრი ვალდებულება გვაქვს და ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. მოდი გულწრფელად ვთქვათ ის რომ ქალური ბუნებიდანაც მოდის ის რომ ხანდახან რაც არ არის საჭირო იმის აღებაც გვიყვარს ჩვენს თავზე, იმიტომ რომ ზრუნველობის კომპონენტი იმდანაც ძლიერია ჩვენში რომ აი ხანდახან გვინდა ხოლმე რომ მართლა რაღაცა ყველა ფრონტზე ვიომოთ და ვიბრძოლოთ ერთდროულად და არადა რო გკითხოს ადამიანმა რომ აი ხა ის ამ წუთას ნუ თუ ესეთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელია, ანუ საკმარისია ეს ერთი კითხვა დასვა საკუთარ თავთან რომ მიხვდები რომ
არა, აი ეს ნამდვილად მოიცდის რა და შეგიძლია რომ აი დაუბრუნდე რაღაცა შენს შვიდ მდგომარეობას და თუნდაც აი რაღაცა აი ეს ხო, მაგრამ ნახე რა გვავიწყდება მზრუნველობა შეგვიძლია ყველაზე და ყველაფერზე შვილებთან, ოჯახთან, პარტნიორთან, თანამშრომლებთან საკუთარი თავის გარდა. და იდეაში ქალურობა, ქალურ ენერგიებთან შეხება, ქალურ საწყისთან დაბრუნება გულისხმობს საკუთარ თავთან დაბრუნებას, საკუთარ სხეულთან დაბრუნებას. დაბრუნებას, იმიტომ რომ როგორც ქალი თავისი ბუნებით, როდესაც თავის ემოციებს ეხება, თავისი ემოციების გამოხატვა შეუძლია, რომელსაც შეუძლია რომ თავის სიამოვნებებზე თქვას კი ის შემდეგ იბრუნებს იმ თავის ქალურ ენერგიას, რომელიც მასში ესე ბუნებრივად და უბრალოდ მივიწყებული აქვს და როგორც აღნიშნე, იმდენად საჭიროების და უნდას ფაზაში ვართ გადასული, რომ ამიტომ აი ესეთი რჩევა მექნება ვინც გვისმენს ჩვენი მსმენელებისთვის, რომ დღისით რომ დილას რო გაიღვიძებთ ერთი პუნქტი ჩაიწერეთ, რომელსაც დღის მანძილზე მისცემთ საკუთარ თავს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ვარიანტში შეასრულებთ ის მინდა სიამოვნება რა არის. ანუ აი მაგალითად, ოღონდ ეს სიამოვნება არ არის აუცილებელი, რომ დაკავშირებული იყოს მხოლოდ რაღაცა ძვირფასთან ღირებულთან. შეიძლება იყოს, რა ვიცი, ფეხი ელემენტარულია, მაგალითად, მე სიამოვნებას მანიჭებს ყავის დალევა პარკში მარტო. სადაც ავიც ბუნებასთან მოთხმით, როგორც ახლა თვითონ ხარ წარმოდგენილი გავცემ ამასაც, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს პატარ-პატარა სიამოვნებები არ ვუთხრათ საკუთარ თავს უარი და ეხა ისე უფრო თავისუფლად და რაღაც ორგანულად და ბუნებრივად გრძნობ ხო ამ მდგომარეობაში თავს, ანუ უკვე აქვე უცებ ისეთი ჩანართი მაინტერესებს. კი. ანუ აი ხო არაფერი, მაგრამ მიაქცია მას მიეცი შენს თავს იმის უფლება, რომ ანუ რატო უნდა ეხა მაქვს ამის საშუალება, რომ აი ვიჯდე ესე და რატო არ უნდა ვიჯდე ესე, რაცა ეს რაღაცა უფრო მაბრუნებს ჩემს რაღაცა ნამდვილ მესთან და ჩემს ბუნებრივ მდგომარეობასთან, კომფორტთან და უფრო გამცემი, უფრო ლაღი ვარ ამ დროს, ხო? ანუ არ ვიცი, ეხა სწორად თუ გადმოცემ შენს მაგრად საუბრობ, მაგრამ აი დილას რო გაიღვიძებთ ან საღამოს ძილის წინ, აი თქვენი შეგრძნებით წარმოიდგინეთ, რომ იმ ნიღაბი შეიძლება და ტანის ამოსი დაარქვა, იხდი ყველაფერს, რაც გაკავშირებს გარე სამყაროსთან. ოღონდ გარე სამყაროში გულისხმობ დედობასაც, პარტნიორობასაც, მშობლობასაც, ყველაფერს. ანუ სოციუმ მეგობრობასაც. აი დილას რო გაიღვიძებთ ან დილის წინ როგორც მოგიხერხდებათ, აი ეს ნიღბები ცოტა ხანი მოიშორეთ, თქვენი აი წარმოიდგინე რომ ნიღაბი მოიხსენი გადადე, დედის ნიღაბი მოიშორე გადადე, არ ვიცი, მშობლის, კოლეგის, თანამშრომლის და ვინ დარჩება? საკუთარ თავთან დარჩენისას კითხე საკუთარ თავს, რომ რეალურად მართლა მე რა მანიჭებს სიამოვნებას, რა მაბედნიერებს, რა მხდის ქალურს. შეიძლება არ ვიცი, ქალურს ხდის სასაცილო ფერუმარილის წასმა და მაგ დროს მართლა რაღაცა მხიარულები და იმიტომ ვერ ვისვამთ, რომ რა ვიცი, ახლა არის მოდაში და ტრენდული მაგალითად, ან რაღაცნაირი მუსიკის მოსმენას. ან ნებისმიერი ტანსაცმლის ჩაცმა იქნება თუ რაღაცა აქტივობით დაკავება, ნებისმიერი რამ, რაც შენ შიგნიდან განთებს რაღაცნაირად, უფრო მეტად ქალურს ხდის, შენს შინაგან ბავშვთან გაკავშირებს ისევ. და სულ აი უპატარავესი სიამოვნებების მიღებით მე შემდეგ მთელი დღე იქმნება იმდენად თვითკმარი და სრულყოფილი, რომ ველი იქნება შენს გაჩა. საქმესაც, რასაც ყოველდღიურობაში ვაკეთებთ და ვეჭიდებით, მაგასაც ენთუზიაზმით, მაგასაც ესე რომ ვთქვათ, შემართებით და мотивაციით ვაკეთებთ და უფრო მარტივი ხდება რაღაცების გადალახვა.
პრობლემების თუ თავსატეხის. არ მინდა დაგვრჩეს გვერდზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელშიც ასევე ძალიან კარგად ერკვევი და შეგიძლია გაგვიზიარო შენი ცოდნა. აი პირველ რიგში ვიცი რა მინდა კითხო, რას მინდა მოვფინოთ ნათელი. ვაი ხო ეს ეთერზეთია მივხვდი კი და შეგვიძლია რომ ეს რა ამასაც თავისი დატვირთვა და კალორიი ენერგიის მატარებელი ეთერზეთია რომელიც ყნოსვის შეგრძნებას აქტიურია იმ ენერგიის მოზიდვა, რაც გინდა რომ ცხოვრებაში მოვიდეს. კალორიი ენერგია იქნება ამ დროს უნდა ამაზე თქვათ იფიქრო რაღაცნაირად კონცენტრირდა ამ ფიქრზე, ხო? იდეაში მინერალების დატვირთვაც თუ ამას რაღაცა კონკრეტული ენერგიის მოზიდვის კუთხით ვიყენებთ და არა მხოლოდ სილამაზის და ესთეტიკის და რაღაცა დეკორაციulis ზუსტად მინერალებსაც ეგ დატვირთვა და დანიშნულება აქვს ჩვენ ცხოვრებაში თუ თითოეულში ჩავდებთ განზრა მინერალი იწყებს ესე რომ ვთქვათ აქტივაციას და გვეხმარება. ზუსტად მეკითხა რომ როცა ვამბობთ რა რომ აი ეს რაღაცა მინერალების ძალა რომ აი რაღაცა კარგად მუშაობს და აი რას გულისხმობთ რა ანუ ეს პირდაპირ პროპორციულად იმაზეა დამოკიდებული აი მე რა განწყობით გავეხსნები ამ თემას და რამდენად ვირწმუნებ რომ ეხა მე თუ თქვათ რაღაცა კონკრეტულ მინერალთან მექნება თქვათ ხშირი შეხება განვათავსებ მას თქვათ სახლში გარკვეულ ადგილებში რომ აი ეს თქვათ რაღაც ცვლილებებს რაც მე მინდა იმას შემოიტანო. ანუ რაზე ლუნას რო ამის ჯერა დაანეს გავიგე, მაგრამ აი ხელშესახებად ეს როგორ დავიწყებ იმითი რომ თითოეულ მინერალს რაც ბუნებრივი ანუ ბუნების წიაღში მოიპოვება, სხვადასხვა თუნდაც შემდეგ მინერალების შეერთებით, მინარევების შეერთებით და რაღაცა კომპონენტი როგორც მატერია დგება, ყველაფერს აქვს თავისი ენერგია და თავისი ენერგეტიკული სიხშირე. თუმცა ვიტყოდი, რომ თითოეულ მინერალს თავისი დატვირთვა, თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, თუმცა ასევე მინდა დავამატო ჩემი გამოცდილებით და სუპერ გამოცდილებით, რომ ყველა ადამიანს ენერგეტიკულ დონეზე ვერ ეთავსება, ესე რა ვთქვათ. შენ თვითონ შენი გამოცდილებით, შენი დაკვირვებით გამოცდი, რომელი მინერალი შენზე უფრო დადებითად მოქმედებს. აი ხა არის მაგალითად რაღაცა მინერალები, ანუ აი გამშვიდებს მაგალითად. ყველა მინერალს თავისი ენერგეტიკული და აი ხა მაგალითად ამეთვისტო ეს არის სხვადასხვა წარმომავლობის თან მინდა რომ კაცი ვაჩვენო თუ შეიძლება ორივეს რეჟისორს მინდა ვთქვა რომ უფრო ახლო ხედით ვაჩვენოთ, რაზეც საუბრობთ, ხო? ამეთვისტო თავისი ენერგეტიკული დამახასიათებლით არის სიმშვიდის, ინტუიციის, სულიერი განვითარების მინერალი. ასევე ამეთვისტოს იყენებენ ინსომნიის დროს, შაკიკის დროს, უძილობის დროს, ბალიშის ქვეშ დებენ ხოლმე. თუმცა თუ მაგალითად ადამიანი ცოტა მიდრეკილი არის, ინტროვერტია, უფრო ხშირად უყვარს ჩაკეტვა საკუთარ თავში და ცდება ეს ჩაკეტვა რაღაცა ისეთ კანონზომიერებას, რომ შემდეგ უფუნქციო ხდება და მარტო საკუთარი თავით არის მოსული და ამ ყველაფრისგან ვერ გამოდის. შეიძლება ამეთვისტომ ეს ეფექტი ცოტა უფრო გააძლიეროს. არის მაგალითად ამეთვისტო კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც მის ენერგიას დიდად მის ენერგიაში ვერ გუობს. შეიძლება თავი ატკივდეს მაგალითად, თავბრუსხოვა იქ ძალიან ინდივიდუალურია. აი ესეთი ძლიერი ზემოქმედება შეიძლება კი, კონდეს. შეიძლება მე მაგალითად კონკრეტულ რამდენიმე რაც გამომიცდია მინერალის კეთების დროს, ანუ აი ცალსახად ვხვდები სხვადასხვა სამკაულის სახით ან სხვადასხვა ჯიბის ქვის ან კრისტალის სახით, მე თვითონ ვიცდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ენერგიებთან ვერ სინქრონიზდება, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს ცუდი მინერალია და საკურველია ვიღაცაზე შეიძლება ამას საერთოდ სხვა ერთადერთი რითი შეიძლება საკუთარი ესე რა ვთქვათ, ხელებით გამოსცადო, განსაკუთრებით მინერალი, რომელიც გიზიდავს, რომლის დაჭერის დროსაც აი რაღაცა სიმხურვალეს, მიზიდულობას, მაგნეტიზმს გრძნობ, შეიძლება კონკრეტულად ამ მინერალით და ამ მინერალთან ერთად დაიწყო მუშაობა, თუმცა ასევე კიდე თემა არის, რომ მაგალითად მე თუ მინდა მატერიალურ კეთილდღეობაზე
10,000 სახეობის მინერალი არსებობს თავისი ახალი წარმომავლობებით და ამბებით და იდეაში გამორიცხულია ვერ მოძებნო სასურველი ენერგიის მატარებელი მინერალი, რომელიც მაგალითად მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარება. აი მაგალითად მე კი მომეწონა ეს როდონიტი, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, ვისაც ესეთი სიყვარულის და ურთიერთობებში მიღებული ტრამვებისგან გათავისუფლებაში და დამიწებაში და დამიწებულ ურთიერთობების ხმარება. თუმცა თუ მე მაგალითად მინდა რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე ვიმუშაო და ფულის ენერგია მოვიზიდო, ამ შემთხვევაში შეიძლება ვერ დამეხმაროს, იმიტომ რომ ეს რაღაცა სიყვარულის ენერგიის მატარებელი მინერალია და ანუ იმ კონკრეტულ მომენტში რა თემას ამუშავებ და რა თემაზე გინდა რომ რა ენერგიაც გინდა რომ შენ ცხოვრებაში მოვიდეს, გააქტიურდეს. ამის მიხედვით ირჩევ, თუმცა არის რაღაცა უნივერსალური მინერალები, რომელიც არ გავნებს ასე ვთქვათ. არ გავნებს და სულ რო ესე კონკრეტული განზრახვა არ გქონდეს ჩადებული, ოკეი არის, რა ვიცი, ეგეთი უნივერსალური მინერალი არის მაგალითად ვარდისფერი კვარცი და განსაკუთრებით ვარდისფერ კვარცს უყვარს სიყვარულის ეთერზეთებთან ერთად აქტივაცია. ანუ აქტივაციას გულისხმობ ის, რომ როდესაც კონკრეტულ ეთერზეთს, კონკრეტულ პარფიუმს უსვამ მინერალს, ის თავისი დატვირთვით და თავისი მნიშვნელობით აქტიურდება. იგივენაირად შეიძლება ვთქვათ მატერიალური კეთილდღეობის მინერალებზე, თუ მაგალითად ისეთი ეთერზეთით, როგორიც არის ლიმონი, რომელიც ფულის ენერგიას იზიდავს, ფაჩული, სანდალუდი, ამ ყველაფერს ააქტიურებ, შენი აჟღერებს სამყაროში და ერთგვარ მზაობას გამოვთქვამ, რომ მე მზად ვარ, რომ მივიღო ეს ენერგიები და გთხოვ რაღაც დამეხმარე ამ ენერგიების მოზიდვაში და იყავი ჩემი თილისმა. ესე რომ ვთქვათ, მისი აქტივაცია და გახურება ხდება. ეხლა მე გამოვთქვა მზაობას, რომ მოვიზიდო მატერიალური კეთილდღეობა, ამ შემთხვევაში რეკლამის სახით, ხო, რამდენიმე წამი შევისვენოთ და დავბრუნდებით ისევ რამდენიმე წამში, იმიტომ რომ ძალიან ისეთ საინტერესო მინერალები გვაქვს კიდე აქ მაგიდაზე წარმოდგენილი ჩვენ სტუდიაში და შევეხოთ მათაც მინდა დროებით. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. რეკლამა ქალების რადიოზე. ახალი სავაჭრო ცენტრი ვარკეთილი მოლი ურბანიკისგან, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ. მიმდინარეობს სავაჭრო ფართების გაქირავება. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის აპრილი. დაგვიკავშირდით 231 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე. 231 88. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრემეს ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ რომ ქალების რადიოს უსმენთ, მე გახლავართ ეკატერინე ამირეჯიბი, დღეს ოთხშაბათია და ქალების რადიოს ივებით და ცოდნით სამყაროზე, საკუთარ თავზე და საკუთარ თავთან, ასე ვთქვათ, მეტი ჰარმონიის, ასე ვთქვათ, პოვნაზე და იმ გზებზე და რაღაც მეთოდებზე, რომელმაც შეიძლება რომ ხშირ შემთხვევაში მეტი შვება, მეტი თავისუფლება და ჰარმონია და ბალანსი მოგვიტანოს როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან და გარშემომყოფებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ორი ერთმანეთთან ყოველთვის ძალიან მჭიდრო კავშირში. ანი ანთაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, манифестациების ფასილიტატორი, როგორც თვითონ ამბობს, აუდიტორია მას იცნობს ასევე My Luna Stories გვერდიდან, სადაც ის ხშირად აზიარებს ხოლმე თავის გამოცდილებას და ცოდნას ამ მიმართულებით და ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ, ნაწილი გქონდა რეკლამამდეც და ახლა საუბრობთ უკვე იმ მინერალებზე, რომელიც ანი მოგვიტანა სტუდიაში და ასეთი როგორც ვახსენეთ, საერთო ჯამში ბუნებაში არის ძალიან ბევრი, უკვე ძალიან ბევრი და უთვალავი, აქ რასაკვირველია ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი და
ასეთი კითხვა მექნება რა წინა ნაწილში გითხარი რომ აი ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე რა თემით შედიხარ შენ ამ მინერალებთან ურთიერთობაში და რომ დააკვირდე აი ამ შენ შეგრძნებებს ამის მიხედვით ამაზე ალბათ ბევრია დამოკიდებული. აი მაგალითად რეკლამის დროს შენ თავად ამბობდი რომ შენზე უფრო უკეთ მოქმედებს ასე ვთქვათ მასკულინური და მამაკაცური ენერგიის მატარებელი მინერალები, ხო? ანუ აი ესეც შეიძლება რომ იყოს ვთქვათ და ვიღაცაზე ასე მუშაობდეს ეს, ხო? კვარცზე ვთქვით, ხო არ მეშლება წინა ნაწილში, ვთქვით ამაზეც, რომელიც ქალურ ენერგიას იზიდავს. აი მაგალითად ახლა ლაბრადორიტი რაც გიკეთია, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, კი, ეგ არის ლაბრადორიტი, აი მაგისი ჯიბის ქვის ვერსია. აი ხედა, მე გავითვალისწინე დღეს ჩემი სტუმრის ხო, მაგრამ ნახე, ეს გიკეთია მარჯვენა ხელზე. მარცხენაზე გადავიტანო, შენ ოღონდ მითხარი. ხელი არის მიმღები ენერგია, საბოდიში გამცემი ენერგია, ანუ ამ მინერალს ახლა რაც გიკეთია, აქვს გაზიარების ენერგია. არ არის ცუდი. ზოგადად ლაბრადორიტი ითვლება, რომ მანიფესტაციის მინერალია, კარმული ენერგია. აშკარად სხვა ხელზე უნდა გამეკეთებინა. ასევე ნეგატივის განათავისუფლებს და აი როცა შენ სურვილებზე კონცენტრირდები და როცა რაღაცა ბუმერანგისებულად გინდა რომ მოვიდეს და მოიზიდო რაღაცა ენერგიები, სამყაროსგან მესიჯები მიიღო და ასე შემდეგ, მარცხენა ხელზე კარგია რომ გეკეთოს. როცა გინდა მიიღო, მიმღები იყო ამ შემთხვევაში. გაზიარების შემთხვევაში ახლა მაგალითად მეც ლაბრადორიტის ერთთვლიანი ის მიკეთია. სამაჯური. რომელიც ერთგვარი გაზიარება არის ჩემგან იმ ჯადოსნობის, იმ შეუცნობელის, იმ მანიფესტაციის ენერგიების. აჩვენოთ ხო, რომელია ეს ლაბრადორიტის ქვარო მაყურებელმაც და იდენტიფიცირება გააკეთოს. გაითვალისწინე რომ ლაბრადორიტი არის ერთ-ერთი ისეთი კარმული ენერგიის მატარებელი მინერალი, რომელიც ითხოვს ეკოლოგიურობას. რო აი მაგალითად რაღაცას აგზავნის სამყაროში, რაღაცა ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შეიძლება ვიღაცას აზიანებდეს ან ვიღაცისთვის ვიღაცის ველში იჭრებოდა. ამიტომ ძალიან ძლიერი ეგრე მომენტალურად ბუმერანგისებულად გიბრუნებს იმ ენერგიას. ამიტომ თუ ეკოლოგიური სურვილები და ცოტა შეიძლება დამაზიანებელი არა ხო ჩემი აზრით ლაბრადორიტი არის ის ერთადერთი სუპერ უნიკალური მინერალი, რომელიც ვინც მანიფესტაციის თემებში ეხლა იდგავს ფეხს და ჭირდება აი რაღაცა მესიჯები სამყაროსგან წაკითხვა, რაღაცა ინფორმაციის, მოკლედ ლაბრადორიტი ერთ-ერთი. უბრალოდ ანუ ამ დროს ალბათ უნდა იფიქრო, რომ აი რა მესიჯს უშვებ შენ რა ასე ვთქვათ მისია გაკისრია ამ ხრივ ხო? კიდე რა გვაქვს? თან ნახე, აი მინერალებს რო იყენებთ მაგალითად, ხო? ანუ რა აქ უცებ ჩავურთავ ინფორმაციას რომ სმენელს ალბათ კიდე უფრო მეტი ასე ვთქვათ ინტერესი აქვს იმის რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და შეგიძლიათ რომ უცებ მიაჩეროთ მანქანა თუ გზაში ხართ და შემოიხედოთ გალების რადიოს Facebook გვერდზე, იმიტომ რომ სტრიმზე გავდივართ, პირდაპირ ეთერში ვართ და თან ამ მინერალებს აუცილებლად გაჩვენებთ. არ არის აუცილებელი რომ ყველა რაღაცა მაგალითად სამკავლის სახით გეკეთოს. თუ მაგალითად ფულის მოზიდვა გინდა, მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდა, შეგიძლია აი როგორც არის ციტრინი, თუნდაც აი ტურმალინთან ერთად, ან პირისთან ერთად, პატარა ჯიბის ქვები, მაგიტო ძალიან კომპაქტური და ესეთი არის. ჩაიდო საფულეში, დადო სალარო აპარატთან, დადო შენ სამუშაო მაგიდასთან, სადაც ეს ფულის ენერგიები ტრიალებს რა, შეიძლება ესე ხელშესახებად ქეში არ გიდავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ რაღაცა იქმნება. თუ მაგალითად შენს საცხოვრებელ სახლში, სადაც შენ და შენი პარტნიორი ცხოვრობთ იმ საძინებელ ოთახში, გინდა უფრო მეტი ჰარმონია იყოს, რაღაცნაირი სიმშვიდე იყოს, შეგიძლია ვარდისფერი კვარცი, როდონიტი, ოპალი დადო ახლოს საძინებელთან. თუ მაგალითად სივრცე გაქვს, სადაც ხშირად მედიტირებ, მარტივად გინდა შესვლა მედიტაციურ მდგომარეობაში, იქ რაღაცა მესიჯების წაკითხვა და ასე შემდეგ, შეიძლება ამეთვის ტოიდოს. თუ მაგალითად ფიქრობ, რომ ხშირად იღებ თვალს და რაღაც
ხშირად ხარ სავსე ან ეს ხალხი გარშემო ვინც გვხვდება ცოტა ვამპირიზმისკენ არის და ამ ენერგიას ვერ უმკლავდები. შენგან იღებს, ანუ იყვება შენი შეიძლება ენერგია. ჩანთაში ჩაიდო ობსიდიანი, ან ჯიბეში გედოს ობსიდიანი ან ტურმალი მანქანაში გედოს. ადრე რო იცოდნენ ხოლმე გიშერიო თვალისგან გიცავსო. გიშერზე, ვთქვათ შორის გიშერზე ძალიან ბევრს მეკითხებიან ხოლმე გიშერი ხო არ გაქვს და გიშერზე გეტყოდით რომ თვითონ დამუშავებული გიშერი სამკაულის სახით იმდენად დიდ ესე რა ვთქვათ დამუშავებას გადის, ანუ აი დაპრესილი რა შეიძლება ამ თვისებებს დიდად აღარ დაპრესილი რეალურად ტექნიკის ფორმით არის, რომ იმიტომ კი არ სკდება, რომ თვალი გვეცემა, უბრალოდ იმ წნევას ვერ უძლებს და მაგიტოს სკდება. ამიტომ გიშერზე უფრო მეტად გიშრის იმედად დამცავი მინერალი შეიძლება ესეთი დამუშავებელი ტურმალინი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ის დამუშავებული გიშერი. ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ. და კიდე ერთი ესეთი გავრცელებული და ძალიან კარგი მინერალი არის ავანტურინი, რომელიც ბევრი ფორმით შეიძლება რომ ატაროთ. თუ მიდიხართ გასაუბრებაზე, თუ მიდიხართ ინტერვიუზე, თუ გაქვთ რაღაცა პრეზენტაცია, წარმატებით გადასატანი და ასე შემდეგ, ავანტურინი ათამაშეთ ხელში, აი ეს როგორც არ ვიცი, კამათელი, როგორც ბურთი, ისე შეგიძლიათ ათამაშოთ, რომ ეს წარმატება, გამართლება, გამარჯვება მოვიდეს თქვენთან. სელენიტზე გეტყოდით, რომ ჩვენ ადამიანები, ეს არის სელენიტის ფანქარი, ძალიან მიყვარს, ამით ტაროსაც მენდავენ ხოლმე, ესე 24-ად იდებენ ხოლმე, ან ნებისმიერ მინერალს. თუმცა ყველაზე კარგად სელენიტი თუ გიდევს გარდერობში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კი ყოველდღიურად რაღაცა სამოსი გვაცვია და მეტნაკლებად ყოველდღიურობაში შეიძლება ვრეცხავთ, თუმცა არის რაღაცა სამოსი, რომელსაც ყოველდღიურად ვერ ვრეცხავთ. და ამიტომ სელენიც აქვს ის ენერგეტიკული ფუნქცია, რომ შენ გარდერობში ან ისეთ ადგილას გედოს, სადაც ეს ენერგიები იწმინდება თავისით. ამიტომ სელენიც აქვს არაჩვეულებრივი გამწმენდის ფუნქცია, ხო. და თუ რაღაცა სიმძიმეს გრძნობ, დაძაბულობას გრძნობ, ენერგეტიკული ჩატარება, ამოტარება გაიკეთო. აუ, ეს რა არის? ეგ არის Facebook-ზე შემოიხედათ და გაჩვენებთ რა რაზეც ვეკითხებით. თან გულის ფორმის არის. სტაბილურობის მომტანი მინერალი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მინერალი, აი რაღაცა რო დასტაბილურდეს, ურთიერთობა, შემოსავალი, კეთილდღეობა, აი რაღაცა სიმყარე რომ მიეცეს, ზუსტად ეგ ენერგია. ამიტომ კომბინაციაში მაგალითად ციტრინთან ერთად კომბინაციები ალბათ ეს კიდე ცალკე ის არის, ხელოვნება და ფილოსოფია, რა რასთან დააკომბინირო, როგორ დააბალანსო. პირიტი ერთად ეს არის პირიტი, ეგ არის პირიტი, აი ძალიან. თან რაღაც ვიზუალურადაც მე მგონია რომ შენსა და კუროს ენერგია გაქვს და კუროს ერთ-ერთი ფავორიტი თილისმა მინერალი პირიტი არის და მაგას ვიწერ. გადაცემის დასრულების შემდეგ აღმოვაჩენ. მამდენი ინფორმაცია უბრალოდ გაქვს. პირიტი რომელიც აი ვიზუალურადაც რაღაც ისე კაჭკაჭისებურად მიმიზიდა ეხა, იმიტომ რომ თან რაღაცნაირია ეს რელიეფურია და ჭყვიალებს, ბრწყინავს და ხო და რა შემთხვევაში მოკლედ ეს პირიტი, ანუ განსაკუთრებით დასტაბილურობის სტაბილურობა რო შემოვიდეს ნებისმიერი კუთხე. ახლა ესეც გულის ფორმის არის აქვე. ეხლა რასაც ვაკვირდები კი რა და რა თქმა უნდა ამერიკას არ აღმოვაჩენ, ეხლა რაღაცა ისეთი სიახლეს არ ვამბობ, მაგრამ ამ ძალიან ადვილია იყო კრიტიკოსი სკეპტიკურად განეწყოდა თქვა რომ აი ხა ის რა ქვია მე იქ თაროზე რა ქვას შემოვდებ ხე ის მე როგორ მომიტანს ან სტაბილურობას ან სიყვარულს ან ჰარმონიას ანუ და ალბათ ესეთი ადამიანი ძალიან ბევრი არის და ამ ასეთ პოზიციაში ასე ვთქვათ აღმოჩენა ყველაზე მარტივია მაგრამ აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რა ხა ალბათ ბევრთან გაქვს ძალიან შეხება და მოდი კიდე ერთი ამოიღე აუ ეგ ძალიან მომეწონა ამ ბარათების ამოღება თან პირველი ისეთი კარგია მე რა კითხვასაც მისვა რომ აი რამდენად მუშაობს როგორია ხომ ეს უკავშირი რა ადამიანებისგან ძირითადად ქალები მოდიან არა კაცები გიჩნდებიან და ძალიან კარგად მუშაობს ხოთა შორის მატერიალური ენერგიის მატარებელი მინერალები კაცებზე განსაკუთრებით სწრაფად ნაკლებად არის ხოლმე და შესაბამისად თუ გენდობიან და იქ ბევრი იმას არ სვავენ რაღაცა
კითხვა ძახელის ნიშანს, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, მოყვებიან თავიდან ფეხებამდე. ასე რომ რა კეთილია ეს ბარათები, აი გუმის რაღაც გულის აჩუყება მემართება და ისეც მინდა რომ ჩვენს მსმენელებს და აუდიტორიას გაუზიარო, ის ბარათი ხა რაც მე ამომივიდა, მინდა რომ ამის თანამოზიარე ეს ასე ვთქვათ გზავნილი მათაც გაუგზავნო რა, ანუ ჩემი არ მინდა ეგოისტურად არ მინდა რომ მოვიქცე და ჩათვალეთ რომ თქვენიც არის ეს გზავნილი და აი გეტყვით ამ სიტყვებს. ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ახლა ამ მომენტში მატერიალიზდება ჩემი ყველაზე სანუკვარი სურვილი. და გისურვებთ რომ ეს სანუკვარი სურვილი იპოვოთ ჯერ რა არის, მიხვდეთ და შემდეგ აი ამ სურვილისკენ სავალი გზაც აუცილებლად ყოველთვის მოიძებნება. სანამ დამთავრდება ჩვენი გადაცემა, აი შეგაწყვეტინა ის პასუხი მინდა რომ აუცილებლად მოვისმინო. რა იცვლება ხოლმე ადამიანების ცხოვრებაში ხელშესახებით შედეგები როგორია? ესე რა ვთქვათ, კომპონენტი ხმარე ატრიბუტები, იქნება ეს მინერალები, იქნება ეს რაღაცა ეთერზეთი, იქნება სხვადასხვა საშუალებები, რომელიც გვეხმარება იმ კონკრეტული ენერგიების მოზიდვაში, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ. ასტროლოგიასაც შევეხები რა, აი მაგ კუთხით, რომ გადაცემა სანამ დაიწყებოდა, ამბობდი, რომ ზოგი მართლა ნაბიჯს არ დგავს, სანამ რაღაცა არ წაიკითხავს თავის დღის ჰოროსკოპს და ასე შემდეგ. მე გეტყოდით, რომ ყველაფერში გეპოვოთ ბალანსი. ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ თუ ამ ესე რა ვთქვათ, ჩაიციკლები და იმდენ დატვირთვას და დანიშნულებას მისცემ, რომ თითქოს ამან უნდა გადაგიწყვიტო შენ ცხოვრება და ეს უკვე საწინააღმდეგოდი მუშაობს. ამან უნდა მოგიზიდოს ყველაფერი და შენ ხელი არ გაანძრიო იგივენაირად ასტროლოგიურ ტენდენციებზე, ხო? ძალიან დიდი ფრუსტრაცია და ძალიან დიდი იმედგაცრუება გექნება. ყველაფერზე ასეა. მოიცავს და ყველაფერს გულისხმობს. ეს არის დამხმარე საშუალება, რომელიც შეიძლება, არ ვიცი, წლის რაღაცა მონაკვეთში, სადაც ფიქრობ, რომ უფრო მეტი ენერგიის გაძლიერება გჭირდება, დამატებითი რესურსი გჭირდება, რაღაცა უფრო მეტი ჯადოსნობა, სპონტანურობა გჭირდება, ხო? ეს ყველაფერი გამოიყენო ამ ყველაფრისთვის და შენ თუ ამ ყველაფერს რაღაცნაირად იმდენად ჩაებღაუჭები, რომ ეს გგონია ეს ჩაგაგდებს უმოქმედობაში და ეს გგონია, რომ ეს გადაგარჩენს მაგალითად, ხო? არა ჯადოსნობა, არა მცდარი დამოკიდებულება. თითოეული ჩვენგანი ვანიჭებთ რაღაცა ენერგიას კონკრეტულს და ამ ენერგიების მოზიდვაში, აი ეს მოზიდვა ხო ისეთი სიტყვაა რა, ამ ენერგიების აქტივაციაში გვეხმარება. ამიტომ ყველაფერში ეგეც ამით კი არ ვიცხოვროთ, ეს იყო ჩვენი დამხმარე საშუალება და დამხმარე შესაძლებლობა, ხო? მაგალითად, მე ხა თუ გასაუბრებაზე წავედი და დამრჩება მაგალითად ავანტურინის მინერალი და თუ გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა, მან და მაინც ავანტურინის დავიწყებას, რომ მე დამრჩასახში არ დავაბრალოთ რა. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ერთგვარი დამატებითი თილისმა, რომელიც რაღაცებში გეხმარება, შეიძლება სადღაც რაღაცა ან ამითი მარტო ამაში არ ვიცხოვროთ. მესმის. ნუ ეს ალბათ ყველაფერს ეხება, რასაც არ უნდა მისდიოთ. ეს არ ვიცი, რელიგია იქნება, მედიტაცია იქნება, ადამიანებსაც არ უნდა დავაკისროთ ესეთი პასუხისმგებლობა ჩვენს გარშემო, რომ აი ვიღაც გადაგარჩენს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ჩვენი თავის გადამრჩენელები. მერკური რეტროგრადულს არ უნდა დავაბრალოთ. ნამდვილად და მოკლედ თქვენ ხელშია ყველაფერი პრინციპში და ეს ამ სავალ გზაზე თქვენ მინერალებს მიენდობით და ამაში ჩადებთ თქვენს ასე ვთქვათ რესურს, ფიქრებს, სასიამოვნო ფიქრებს, რესურსებს. ერთი საათია, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი ვიცი ასეთი ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც მართლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და მინიმუმ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი ხა ეს პირიტი, ხო? აი პირიტი რომ ხელში მიჭირავს რაღაც ისეთი სასიამოვნო შეგრძნება მინიმუმ რომ აი რაღაც სუგინდა უყურო, რაღაც თამაშებ, რაღაც შეიძლება რაღაც ფიქრებში წახვიდე კარგად და მოკლედ შეგიძლიათ რომ ცადოთ მინიმუმ ჩვენი გადაცემაც მხოლოდ ამას ემსახურება. ani ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ქალების რადიოს შემოვერთი და აქედან დაიწყო ჩვენი ეს მეგობრობა, სხვა მიხარია ვიბრაციებსა და ველზე. და ჩვენს მსმენელს მინდა
მშვიდობიანი, წარმატებული, ჰარმონიული და ბედნიერი საღამო გისურვოთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ Facebook-ზე, ვინ შემოიხედეთ. დიდი მადლობა რომ გვისმინეთ FM-ზე და შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. გახსოვდეთ რომ ყოველთვის შეგიძლიათ რაღაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ 4 შაბათობით FM 93-სა და 1-ზე. ბედნიერად, ნახვამდის. ყოველ ხუთშაბათს საღამოს 6